დონეცკის ციხესიმაგრის სარტყელი მოჩანს. რუსეთს ესმის, რომ მას უნდა გამოიეთენოს ყველაფერი, რაც აქვს, უკრაინის მიერ ოდესმე შექმნილ ყველაზე საშიშ თავდაცვებზე. აი ეს დაავალა პუტინმა. ეს არ მუშაობს. რაც უფრო მეტად ცდილობს რუსეთი, მით უფრო მარცხ ხდება და პუტინის დონბასის კატასტროფამ ეს დაამტკიცა. შეტევა, რომელიც ომის დასრულებას უნდა გამოეწვია, რუსეთს ყველაფრის დაკარგვად დაუჯდა, რადგან უკრაინა საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მომავალში დონბასი სრულად გაათავისუფლოს. და ამას ყველაფერს ხედავთ ბრძოლის ველის მათემატიკაში. მოდით ტერიტორიებზე ვისაუბროთ. რუსეთმა ამ მხრივ აპრილში ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა, რადგან გააგრძელა ტენდენცია, რომელსაც გასული წლის ზამთრიდან ვხედავთ. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს მიხედვით, რუსეთის ძალებმა აპრილში ჯამში 116.01 კვადრატული კილომეტრი დაკარგეს. შენიშნით, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს იმ ტერიტორიებს, სადაც შესაძლოა ძალიან მცირე რუსული დანაყოფები შეღწეულიყვნენ. ეს ტერიტორიები ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონებია, რომელსაც არც რუსეთი და არც უკრაინა რეალურად არ აკონტროლებს. თუმცა რუსეთი გეტყვით, რომ თუ ერთი ჯარისკაცი დასახლებაში ფეხს შედგამ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ეს დასახლება მათად გამოაცხადონ. ეს წმინდა დანაკარგი ყველაზე დიდია, რაც რუსეთს აგვისტო 2024-ის შემდეგ ჰქონია და ის მოჰყვა რამდენიმე თვეს, როდესაც რუსეთის მიღწევები სულ უფრო მცირდებოდა და მათ უწევდათ დაკარგული ტერიტორიის სანაცვლოდ უფრო მეტი ჯარისკაცის გაძირვა, ვიდრე ოდესმე. მარტში რუსეთმა სულ რაღაც 23.04 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგება შეძლო, ამბობს ISW. ეს იმდენად ნელია, რომ ფაქტობრივად გაჩერებას ნიშნავს. თებერვალში მიღწეული იყო 122.73 კვადრატული კილომეტრის მოგება, რაც მოჰყვა იანვარს, როდესაც რუსეთმა 318.54 კვადრატული კილომეტრი მოიპოვა. თუ ამ რიცხვებს დაამატებთ, მიიღებთ, რომ რუსეთმა 4 თვეში სულ რაღაც 348.3 კვადრატული კილომეტრი უკრაინის ტერიტორია მოიპოვა. ეს სასაცილოდ მცირე რიცხვია და გვაჩვენებს, რომ პუტინი დონბასში კატასტროფის შუაგულშია. ხედავთ, 2026 წელი უნდა ყოფილიყო ის წელი, როცა დონბასი საბოლოოდ დაეცემოდა რუსეთის ზეწოლას. ეს იყო ის, რისიც რუსეთს ასე ძალიან უნდოდა, რომ დაგეჯერებინათ და კრემლმა იმდენად შორსაც კი წაიღო საქმე, რომ უკრაინას უთხრა მაისის ბოლომდე დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანო, თორემ რუსეთის არმიის სრულ რისხვას იგრძნობა. ეს რისხვა ნიშნავს იმას, რომ ყოველ თვე 10,000-ობით ჯარისკაცის დაკარგვის ფასად თითქმის არანაირი ტერიტორია არ მოუპოვებიათ. მაგრამ მაინც პუტინი დაჟინებით ცდილობს დონბასის ხელში ჩაგდებას. მან უკვე დააწესა ახალი ვადა დონბასის აღებისთვის 2026 წლის სექტემბერი. ეს უბრალოდ არ მოხდება. ანგარიში არ ჩდება და მოგვიანებით გაიგებთ რატო. მიუხედავად ამისა, მასშტაბური კამპანია დაიწყო რუსეთმა, რადგან გაზაფხულის შეტევა მიმდინარეობს და როგორც ჩანს, ზაფხულშიც გაგრძელდება. სლოვიანსკი არის მთავარი სამიზნე დონბასში, რადგან ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს დონეცკის ციხესიმაგრეების ჯაჭვში, რომელიც ამჟამად რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის. მაგრამ იმის გასაგებად, რამდენად მტკიცედ აქვს პუტინს გადაწყვეტილი თავისი ნების შესრულება, საკმარისია გადავხედოთ შეტევის სტატისტიკას 27 აპრილამდე კვირაში. იმ კონკრეტულ კვირაში უკრაინის ომში ბოლო 2 თვის განმავლობაში საბრძოლო შეტაკებების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. დონბასის პოკროვსკის სექტორში 305 შეტევა მოხდა. ხულიაპოლის სექტორზე 147 შეტევა განხორციელდა. და ასე გრძელდება მთელ უკრაინაში, თუმცა ძირითადად დონბასია კონცენტრირებული. ერთ კვირაში სულ 1384 შეტევა განხორციელდა, ანუ საშუალოდ თითქმის 198 შეტევა დღეში. რასაც პუტინი ფიქრობს, არის ის, რომ შეტევების მასშტაბის გაზრდა რუსეთის სამხედრო ძალის უზარმაზარ ძლიერებას აჩვენებს. მაგრამ შეტევების ეს ორთვიანი პიკი სწორედ იმ თვეში დაფიქსირდა, როდესაც რუსეთმა თითქმის 2 წლის შემდეგ პირველად განიცადა წმინდა დანაკარგები. ეს უფრო მეც ამხელს ვიდრე პუტინს სურს რომ იცოდეთ, რადგან ეს აჩვენებს, რომ დონბასი და განსაკუთრებით დონეცკის ციხესიმაგრეების ზოლი ბევრად უფრო ძნელად გასატეხია, ვიდრე რუსეთი წარმოიდგენდა. რუსეთი კლავაც პრიორიტეტად მიიჩნევს დონეცკის აღებას. თუ ის ამ ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას შეძლებს, დონბასი თითქმის მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ იქნება, მაგრამ ამას უკვე 4 წელია ვამბობთ, რაც სწორედ ამ ყველაფრის არსია. პუტინის ძალებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ იმ საზღვრამდე. ციხესიმაგრეების ზოლი ისევ მათ წინაშია, ზუსტად ისე როგორც შეჭრის დაწყებიდან. და წინსვლა ადგილზე იმდენად ნელია, რომ რუსეთი უკვე აცნობიერებს, დონეცკის ძალით აღება ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება ვიდრე ღირს. დონეცკი კოლაფსის ზღვარზე არ არის და კრემლიც ამას კარგად იცის. რუსეთის ნელი წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის საბრძოლო გათვლების გარდა, რაზეც მალე ვისაუბრებთ, ის არის, რომ რუსეთი თავის ყურადღებას დონეცკის მთელ ტერიტორიაზე ანაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ წინსვლები მცირეა, ისინი მაინც ხდება, თუმცა უკრაინა ამ მიღწევებს ანეიტრალებს სხვა ტერიტორიების გათავისუფლებით. ევრომაიდან პრესი იუწება, რომ რუსეთმა მცირე წარმატებას მიაღწია კრამატორსკ სლოვიანსკის რეგიონში, სადაც რამდენიმე პატარა სოფელი დაიკავა. არხი ჩაზივი არის მახლობლადაც გადალახეს, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს სხვა ადგილებში ფლანგური ზეწოლა მოახდინოს.
და კონსტანტინივკაში, რომელიც ჩასივი არის დასავლეთით მდებარეობს, რუსული ძალები უბრალოდ ცდილობენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გვერდი აუარონ დასახლებას. იმ დროს, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კრამატორსკზე ზეწოლას ახორციელებენ. ყოველ შემთხვევაში ეს არის მათი გეგმა, მაგრამ მიუხედავად მცირე წარმატებებისა, რუსეთს დონეცკში არც ერთი მიზანი არ უსრულდება. პრობლემა, რომელსაც რუსეთი აწყდება, ისაა, რომ დონეცკის დარჩენილი ნაწილის აღების მცდელობისას ძალებს ზედმეტად აფანტავს. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან დონეცკში დასაკავებლად მხოლოდ დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრია დარჩენილი. მაგრამ დონეცკში რუსეთის მიერ განცდილი მასშტაბური დანაკარგები და სხვა მიმართულებებზე მისი გეგმების ჩავარდნა აიძულებს მას სრულმასშტაბიანი შეტევები განახორციელოს იმ დასახლებებზე, რომლებსაც გვერდს უვლიდა, როგორც ახლა კონსტანტინივკაში ვხედავთ, რაც ყველაფერს ნათელს ხდის. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი კონსტანტინ მაშევეცი ხსნის, რას ვხედავთ ახლა ამ კონკრეტულ სექტორში. იმის გამო, რომ რუსეთს ვერ მოახერხა გვერდის ავლა, რუსეთის 8 საერთო საჯარისო არმიასა და 3 არმიის კორპუსს ახლა უწევთ კონსტანტინივკისკენ მოკლე გზით, ფაქტობრივად პირდაპირი შეტევით წასვლა და მათი შეტევითი ქვეითების ცხედრებით ფარავენ ქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მისადგომებს. ეს ნელი, დამღლელი და რაც მთავარია, უკიდურესად სისხლიანი და დიდ ფასად ჯდება, ამბობს მაშევეცი. ეს კარგად ასახავს რუსეთის მდგომარეობას დონბასში. პუტინის ყველა საუკეთესო გეგმა წყალში იღრება ბრძოლის ველზე, რომელიც სულაც არ ვითარდება ისე, როგორც მას სჭირდება, რომ დონბასის დრამატული ვადებიდან რომელიმე მაინც რეალობას მიახლოებული იყოს. ამ სიტუაციაში 6000 კვადრატული კილომეტრი 600000-ზე მსგავსება, რადგან რუსეთის ძალებს უწევთ თავდაცვაზე შეტევა, რაც მასობრივ დანაკარგებს იწვევს. უკრაინა წართულებს რუსეთის თვის ძალების კონცენტრირებას პოკროვსკის მიმართულებიდან შეტევისთვის. დაახლოებით 2 წლის სასტიკი ბრძოლების შემდეგ რუსეთმა იანვარში საბოლოოდ მოახერხა პოხროვსკის ქალაქის ცენტრის დაკავება, ხოლო მარტში ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის. უკრაინამ რუსეთს თითოეული სანტიმეტრისთვის ბრძოლა აიძულა. უკრაინის საჰაერო სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის მიხედვით, მხოლოდ ამ რეგიონის ძირითადი თავდაცვითი სექტორის მასშტაბით რუსეთმა 15000 ჯარისკაცი დაკარგა 6 თვის განმავლობაში, 13 თებერვლამდე. თუ დაამატებთ უკრაინის მიერ მოწყობილ სხვა თავდაცვით სექტორებსაც, ნახავთ, რომ მაშინაც კი როცა პოხროვსკი დაცემის სვარზე იყო, რუსეთი 1000-ობით ჯარისკაცს კარგავდა. რუსეთის გეგმა ახლა პოხროვსკიდან წინ წაწევა და ბილიცკაზე გადასვლა, რომელიც დობროპილიას სამხრეთით მდებარეობს. მიზანი შემდეგია: გამოიყენოს დობროპილია როგორც კიდევ ერთი ბერკეტი, რომლითაც რუსეთს შეუძლია კრამატორსკ-სლოვიანსკის რეგიონი დასავლეთიდან შემოუვლოს. მაგრამ უკრაინა აქაც აფერხებს რუსეთის გეგმებს, როგორც დონბასის სხვა ნაწილებშიც. უკრაინის თებერვლის კონტრშეტევა, რომლის დროსაც მან რუსეთისგან სამხრეთ რეგიონებში 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, სინამდვილეში მთლიანად დონეცკს ეხებოდა. რუსეთს სურდა შეინარჩუნებინა ტერიტორია სამხრეთში, რათა შეექმნა ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინას დონეცკში ჯარის გაგზავნის საშუალებას არ მისცემდა. როდესაც ეს ტერიტორია უკრაინის ხელში დაბრუნდა, რუსეთი იძულებული გახდა რეზერვები, რომლებიც პოხროვსკის სექტორში და სხვა ადგილებში ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, სამხრეთში გადაეგზავნა. რეზერვების არქონა ნიშნავს ნელ წინსვლას და სწორედ ამას ვხედავთ დონეცკის ფრონტის მთელ ხაზზე. კიდევ ერთხელ, მათემატიკა ამას აჩვენებს. შეტევების ინტენსივობა და რაოდენობა იზრდება, მაგრამ ტერიტორიული მიღწევები, რასაც პუტინი ელოდებოდა, არსად ჩანს. საუკეთესო, რაც რუსეთმა მოახერხა, არის რამდენიმე სოფლის დაკავება, რადგან მას ფლანგიდან შემოვა არ გამოსდის. მაგრამ აქ იწყება სერიოზული მდგომარეობა პუტინის მარიონეტებისთვის დონბასში. უკრაინა აიძულებს რუსეთს გადაიხადოს ისეთი უზარმაზარი ფასი თითქმის არაფრის სანაცვლოდ, რომ დონეცკი იწყებს რუსი ჯარისკაცებს სასიკვისთვის სასიკვდილო ხაფანგად ქცევას. ეს მთლიანად ცვლის მომავალში ბრძოლის ველის მათემატიკას. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე იღებთ ინფორმაციას, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი. უკრაინამ დონეცკში რუსეთის განახლებულ შეტევას საუკეთესო შესაძლო თავდაცვით უპასუხა დრონებით. ისინი იმდენად ბევრია, რომ უკრაინა ფრონტის ხაზზე განლაგებული დრონების რაოდენობით მნიშვნელოვნად უსწრებს რუსეთს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ბრიგადის გენერალ პაოლო პალისას თქმით, ახლა უკრაინა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დონეცკში, 30%-ით მეტ დამთვრმელ დრონს იყენებს ვიდრე რუსეთი. პალის ამ სიტუაციას ადარებს კურსკში არსებულ მდგომარეობას, სადაც უკრაინამ 2024 წლის აგვისტოში რუსეთის ტერიტორიაზე საფასუხო შეჭრა განახორციელა, რაც იყო ბოლო თვე, როდესაც რუსეთმა ტერიტორიის წმინდა დაკარგვა განიცადა, იმასთან რასაც ახლა ვხედავთ. იმ დროს რუსეთი დამთქმელი დრონების მხრივ უკრაინაზე ბევრად წინ იყო, თუმცა უკრაინამ მაინც შეძლო საზღვრის გადალახვა და თავად რუსეთში შეჭრა. ეხლა უკრაინაა ის, ვინც წინ გაიჭრა, თუმცა არა ფრონტის ყველა სექტორზე. ეს მხოლოდ რაოდენობას არ ეხება, არამედ ხარისხსაც. უნდა ითქვას გულახდილად, რომ ხარისხი მტრის დონეზეა, რადგან მათაც აუმჯობესებენ თავიანთ სისტემებს. მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ, განაცხადა პოლისამ აპრილის დასაწყისში. ეს ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ დარტყმის დრონების მიმართულებით დადასტურებულია რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ, რომლებიც იმავეს იუწყებიან, ამბობს ევრომაიდან პრესი. და სწორედ აქ ვიწყებთ იმის დანახვას, თუ როგორ იწყებს ფორმის მიღებას უკრაინის გეგმა დონბასის დაცვისთვის. უკრაინის მიზანია ახლა თავისი დრონების გამოყენებით ნებისმიერ შესაძლო გზით გაზარდოს ეწოლა რუსეთის სახმელეთო ძალებზე. და ამის საუკეთესო გზა არის ომის მაქსიმალურად გაფართოება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უკვე აღარ ეხება ფრონტის ხაზზე ბრძოლას. უკრაინის ამოცანაა თავისი დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები იმდენად გააფართოვოს, რომ რუსეთის ჯარისკაცების უმეტესობა დაიღუპოს მანამდე, სანამ საერთოდ დაინახავენ ციხესიმაგრეების ხაზს. საშუალო მანძილის დრონების გამოჩენა, რომლებსაც უკრაინა იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ზურგში დასათმელად, აძლიერებს ამ სტრატეგიას, რადგან ანადგურებს იმ მხარდამჭერ ქსელს, რომელიც რუსეთს სჭირდება დონეცკში რაიმე რეალური წინსვლის მისაღწევად. ასე ამზადებს უკრაინა ნიადაგს კონტრშეტევისთვის დონბასში. ეს აიძულებს რუსეთს საკუთარი ძალები დაასუსტოს უსარგებლო შეტევების დროს, რომლებიც არასდროს ცდება განადგურების ზონებს, რითაც იქმნება გამოფიტვის კამპანია, რომელიც ყოველ ახალ შეტევაზე ასუსტებს რუსეთის შეტევით პოტენციალს. იდეა ისაა, რომ შეიქმნას ის სიტუაცია, რაზეც ვიდეოს დასაწყისშივე ვისაუბრეთ. რაც უფრო მეტად ცდილობს რუსეთი, მით უფრო მარცხ ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ მარცხმა შეიძლება რუსეთს გარკვეული ტერიტორიული მოგებაც კი მოუტანოს, როგორც ამას დონეცკის ზოგიერთ სექტორში ვხედავთ, ყოველთვის ეს მოგება სულ უფრო მცირდება, ხოლო ამ მოგების მიღწევის ფასი რუსეთს ასუსტებს. გონიათ, რომ ეს არარეალური გეგმაა? თუ ასეა, საკმარისია შევხედოთ იმ დანაკარგებს, რასაც რუსეთი განიცდის, რომ გავიგოთ, რატომ არის უპილოტო აპარატების რაოდენობაში უპირატესობა უკრაინისთვის მთავარი, დონბასის თავდაცვისა და შემდგომ მისი გათავისუფლებისთვის. 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე რუსეთმა დაკარგა 156,735 ჯარისკაცი. სხვათა შორის ეს დადასტურებული დანაკარგებია და არა სავარაუდო. ყოველი ჯარისკაცი, რომელიც პუტინის ამბიციების სახელით დაეცა, აღრიცხული და დაფიქსირებული იყო უკრაინის დრონების არმიის სისტემით და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ათასი შეიძლება დაემატოს ამ რიცხვს აღურიცხავი დაღუპულების სახით. რუსეთი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის მობილიზაციას, რაც საჭიროა დანაკარგების შესავსებად, რადგან აღნიშნულ 5 თვეში მას 8000-ზე მეტი ჯარისკაცი აკლია დანაკარგების დასაფარად. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რას ნიშნავს დაღუპვის ასეთი მასშტაბი რუსეთისთვის ისეთ ადგილებში, როგორიცაა დონბასი. გახსოვდეთ, რომ რუსეთი აძლიერებს თავის შეტევებს დონეცკის მასშტაბით. ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა შეგიძლია შენარჩუნო უზარმაზარი სახმელეთო ძალა შეტევებისთვის. რუსეთი კიდევ უფრო მეც კარგავს. ჯარისკაცები, ვიდრე ისინი ახალწვეულებს იღებენ, მიუხედავად იმისა, ხდება ეს დანაკარგები დონბასში თუ არა, მთლიანობაში ასუსტებს რუსეთს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დავინახავთ, რომ რუსეთი ორიდან ერთ-ერთ გზას დაადგება. ან მისი შეტევების ტემპი შენელდება, რადგან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დანაყოფების ზომა, რაც გარდაულად იწვევს ნაკლებ მიღწევებს, ან რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს შეტევების ტემპი, მაგრამ ამისთვის იყენებს უფრო მცირე დანაყოფებს, რაც ასუსტებს შეტევებს და იწვევს მეტ მსხვერპლს. ორივე მიდგომა ცუდი ამბავია პუტინისთვის დონბასში და ისედაც იქ საქმეები კარგად არ მიდის. რუსეთს დარჩენილი აქვს დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრი დონეცკის ოლქში დასაკავებლად, სანამ შეძლებს განაცხადოს, რომ დონბასი მთლიანად მის ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ყველა დანაკარგი დონეცკში არ არის კონცენტრირებული, იქ საკმარისად ბევრი ხდება იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენის გაღება მოუწევს რუსეთს პუტინის ამბიციის ასასრულებლად. 8 აპრილს United 24 Medium გაავრცელა ინფორმაცია პალისას კომენტარებზე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე 316 ჯარისკაცს კარგავენ. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს იგივე პერიოდის განმავლობაში იგივე წარმატებისთვის რუსეთი კარგავდა და ეს პუტინისთვის დონბასში ძალიან მძიმე არითმეტიკაა. თუ ეს საშინელი დანაკარგების მაჩვენებელი შენარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ პუტინს დონბასის დასაცემად მოუწევს რუსეთიდან 1,896,000 ჯარისკაცის სიკვდილზე ან მძიმე დაჭრაზე გაგზავნოს. ეს 500,000-ზე მეტით მეტია, ვიდრე რუსეთის საერთო დანაკარგები მთელი ომის განმავლობაში დრემდე. და ეს გვაჩვენებს, რომ დონბასი პუტინის ძალებისთვის სასიკვდილო ხაფანგია, მაშინაც კი როცა ისინი წინ მიიწევენ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს 316 ჯარისკაცის დანაკარგის მაჩვენებელი კვადრატულ კილომეტრზე. ეს სულაც არ არის გარანტირებული, მაგრამ არსებითად ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა თავი კუთხეში მოიმწყვდია. დააკავშირეთ ეს დანაკარგების შეტევის უფრო მაღალ ტემპთან და დაინახავთ, რომ რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს იყენებს, რათა დონბასის რეგიონში ნაკლები ტერიტორია მოიპოვოს, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ზეწოლის მოხდენა, მას ამის გაკეთება მთელი დონეცკის ფრონტის ხაზზე აღარ შეუძლია. ის კვლავაც ძალიან აფანტავს თავის ძალებს და დრონებს იმ დროს, როდესაც უკრაინას დრონებში 1/3-დან 1-ზე უპირატესობა აქვს. საბოლოოდ ხდება ის, რომ რუსეთის შეტევა იშლება, ფლანგიდან შემოლის მცდელობები მარცხს განიცდის, როგორც ვხედავთ, და უკრაინას შეუძლია გააგრძელოს წარმატებების მიღწევა სხვა მიმართულებებით, რაც ანელებს რუსეთის წინსვლას დონბასში. ეხლა მოდით ვნახოთ საუკეთესო სცენარი რუსეთისთვის. ეს იქნება ის, რომ დონეცკი დაეცემა და დონბასი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავა. პოლისას განცხადებით, რომელიც მარტის დასაწყისში გაკეთდა, რუსეთს 1 წელი და ნახევარი დასჭირდება ამის მისაღწევად იმ ტემპით, რაც იანვარსა და თებერვალში ვნახეთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ პუტინის 2026 წლის სექტემბრის მიზანი ჩავარ და ეს თავისთავად უკრაინის გამარჯვებაა. ყოველთვის, როცა პუტინი ამტკიცებს, რომ რაღაც მოხდება და ეს არ ხდება, ეს აზიანებს რუსეთის შანსებს და არწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინამ უბრალოდ უნდა დათმოს დონბასი. კიდევ ერთი შენიშვნა პოლისას კომენტარებთან დაკავშირებით ისაა, რომ ისინი გაკეთდა 1 მარტს, როცა რუსეთი დონეცკში უფრო სწრაფად წინსვლას ახერხებდა.
სელიწადნახევარი ახლა საკმაოდ ამბიციურად ჟღერს დონბასის დასაკავებლად. განსაკუთრებით თუ უკრაინა შეძლებს შეინარჩუნოს და გაზარდოს ის მსხვერპლი, რომელსაც რუსეთს აყენებს. და კიდევ წინ არის ახალი მსხვერპლიც. შეიძლება საბოლოოდ მსხვერპლი 1.8 მილიონს არ გადააჭარბოს, მაგრამ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს მოუწევს 100,000-ობით სიცოცხლის გაწირვა იმისთვის, რომ დარჩენილი 6,000 კვადრატული კილომეტრი დონბასი დაიკავოს. და კიდევ ერთხელ, ეს საუკეთესო სცენარია. უკრაინა ყველაფერს აკეთებს დონბასში, რომ ეს სცენარი არ განხორციელდეს. ფრონტის სასიკვდილო ძალასა და იმ სასიკვდილო ზილო ზონებს მიღმა, რომლებიც უკრაინამ დრონებით გაავსო ისე, რომ რუსეთს მათი მოგერიება უჭირს, უკრაინამ დონეცკში დაიწყო საშუალო მანძილის დრონებით იერიშების კამპანია, რაც ანგრევს რუსული ჯარების მომარაგების ხამაგების ხაზებსა და მხარდაჭერის სისტემებს ფრონტზე. ტრანსპორტირების მარშრუტები დონეცკის რკოლის გზაზე და ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჰოლივკა, ანდრიუკა და ზურეზი, უკრაინის უახლესი თაობის დრონების თავდასხმის ქვეშაა. და ყველა ეს იერიში მიზნად ისახავს რუსეთის კიდევ უფრო შენელებას. რაც ნაკლები მხარდაჭერა აქვთ წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, მitmeti მათგანი იღუპება თითოეული კვადრატული კილომეტრის არებისას. ეს არის გამოფიტვის ომი 21 საუკუნეში. უკრაინა ამაში ოსტატი გახდა და ეს შეიძლება იყოს გასაღები დონბასის გრძელვადიან პერსპექტივაში გათავისუფლებისთვის. ჯეიმსტაუნის ფონდი ამატებს, რომ უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებს შეუძლიათ ხაზების მიღმა 100 კილომეტრამდე სიღრმეში დარტყმა, ხოლო რუსეთი ვერ ახერხებს ამ დრონების ეფექტურად მოგერიებას საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობის გამო. ეხლა ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინამ რუსული შეტევის ყველა ფენა თანდათანობით დაასუსტოს. წინა ხაზის მაჩვენებლები შეიძლება ყურადღებას იპყრობდეს, მაგრამ სწორედ დონბასში რუსული შეტევის მთელი საფუძვლის დეგრადაცია იქნება გადამწყვეტი გამარჯვებისთვის. და რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ციხესიმაგრეების ზოლი. ის მცირე პროგრესი, რომელსაც რუსეთი დონეცკში აღწევს, ჯერ არ მიუყვანია მათ იმ გამაგრებებამდე, რომელსაც უკრაინა უკვე 12 წელია აშენებს ციხესიმაგრეების ზოლში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კამპანია დაიწყო. მდინარეები, ნაღმებით მოფენილი ველები, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, ბუნკერები, უსასასრულო სასიკვდილო ზონები, რომლებიც დრონებითაა სავსე, და ქალაქები, რომლებიც ციხესიმაგრეების ზოლს ქმნიან. ეს ყველაფერი უნდა გადალახოს რუსეთმა, რათა მიაღწიოს მხოლოდ პიროსის გამარჯვებას და არაფერს მეც. აი რას აკეთებს სინამდვილეში უკრაინა. ის ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ რუსეთმა ყველაფერი რაც კი გააჩნია დონბასში მიმართოს. ეს კი ორ შესაძლო შედეგს გამოიწვევს. პირველი ვარიანტია, რომ რუსეთმა მართლაც ასე მოიქცეს და დონბასის დასაკავებლად საკუთარი არმია გაანადგუროს. ეს პუტინის გეგმებს დანარჩენი უკრაინის მიმართ დაანგრევს და ნიშნავს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევები რუსეთს არასოდეს მისცემს უსაფრთხოების გარანტიას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მას აქვს დაკავებული. ან მეორე ვარიანტია, უკრაინამ იმდენად გაანადგუროს რუსეთის შეტევები, რომ მხოლოდ ცვეთაში აჩერებს პუტინის ძალებს დონბასის სრულად დაკავებისთვის საჭირო წინსვლაში. შემდეგ უკრაინის კონტრშეტევა რეგიონში შეიძლება დაიწყოს, რადგან რუსეთი ყველაფერს დაკარგავს პუტინის ჭიუტობის გამო. მომდევნო რამდენიმე თვე ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, რამდენად კარგად იმუშავებს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სტრატეგია იმდენად მყარია, რომ პუტინის ძალებს თითქმის არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ სტრატეგიას შეასხდნენ და თავადვე განადგურდნენ. და არ დაგავიწყდეთ, რომ უკრაინის მიერ სხვაგან მიღწეული წარმატებები პუტინის დონბასის შეტევის ძალას ასუსტებს. მოსკოვის ძალები გადაჭიმულია, რადგან მათი ლოგისტიკა იშლება და აქტიური თავდაცვის სტრატეგიით უკრაინა ბრძოლის ველის დინამიკას თავის სასარგებლოდ ცვლის. გაიგეთ როგორ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი დონბასში მიმდინარე მოვლენებზე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.